მეგობრებო, ცოტა გასახარებელი გაშლაც გავაკეთოთ. მოდი გავიგოთ რა გაგახარებთ. პერიოდი თქვენ თვითონ ჩაიფიქრეთ ამ შემთხვევაში, მაგრამ ძალიან მოგაწელავთ 1 წელიწადზე მეც მაქსიმუმ მოგაწელავთ ამ სიხარულის ელემენტს. პირიქით, ჩემი რჩევით გირჩევდით, რომ 2 კვირა 1 თვის ვადები აიყოთ, მაგრამ თქვენზე იყოს 3 თვე, 6 თვე, მაქსიმუმ 1 წლის განმავლობაში რა გაგახარებთ ისეთი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო იქნება თქვენთვის. პირველ რიგში რომ გავიგოთ რამე თქვენი ეს გაშლა, ვინ ხართ თქვენ, რა ენერგიებში ხართ. საერთო გაშლა ყველაფერი ვერ იქნება და ყველა გაშლა ერთი და იგივე პიროვნებაზე ყველა სიტყვა ვერ იქნება. მზე და კოშკი, ადამიანი ხართ დამანგრეველი ენერგიის ადამიანებისთვის მიმცემი. ტვინის ახდამდე იმ სითბოსი და იმ ენერგიების, რასაც ქვია მზე და კოშკი ამოდის აქ. მაღალი არკანებით წარმოგადგინათ სამყარომ და მაღალმა ძალებმა. ამ შემთხვევაში შესაძლებელია წარმოადგენთ ლომის ნიშანს, ვინაიდან მზე მათი პლანეტა არ არის გამორიცხული, უდიდესი ნაწილი იყოს მზის შვილებზე, ასე ვთქვათ, ყველა მზის შვილები ვართ გლობალურად თუ ვიტყვით, მაგრამ მზე კონკრეტულად ლომების მფარველი პლანეტა, ამიტომ უმეტესი ნაწილი იქნებიან ისეთი ადამიანები, ვინც ხართ ლომები. სხვა დანარჩენები ასევე შესაძლებელია ბრძანდებით 16-19 რიცხვში დაბადებული არ არის გამორიცხული ასეთი ნაწილისთვისაც, მაგრამ ენერგეტიკა გაქვთ ძალიან მომხიბვლელი, ძალიან შოკის მომცემი ადამიანების, ცეცხლოვანი, თბილი, მოსიყვარულე, მზესავით ახურებთ, ანათებთ ადამიანებს ისეთ ენერგიას, აძლევთ, რომ დადებითით მოხტავთ თქვენთან მოსული ადამიანი საკონტაქტოდ, სამეგობროდ, კომუნიკაციისთვის, რაღაცა გასაუბრებისთვის, რაღაცა რჩევისთვის, ნებისმიერ სიტუაციაში ეს თქვენი ახლობელი იქნება, თუ თქვენი სამუშაო სფეროს ეხება რამე ფსიქოლოგია, რჩევა, დახმარება, რაღაცის გამოაშკარავება მზით. არის შეიძლება სამედიცინო სფეროც კი მომდის ასე, ანუ რაღაცა კონკრეტული ადამიანებისთვის პრობლემის აღმოჩენა, რენტგენი ერთგვარი, როგორც სამედიცინო სფერო აკეთებს ხოლმე. ტაროლოგიაც შედის აქ, არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ სულიერი, შინაგანი რაღაცეების გამოვლინების ენერგეტიკა, რო აი რაღაცას გამოკვეთავთ, აჩვენებთ, რაღაცა აი პრობლემა რაც არის, იმას ანათებთ. უნათებთ ადამიანებს, მიმართულებას აძლევთ, საით რა როგორი არონ, რჩევის სახით აძლევთ, თუ ფსიქოლოგი ხართ, ეზოთერიკი ხართ, ტაროლოგი, ნუმეროლოგი, არ ვიცი, ნებისმიერი ასტროლოგი, აი ესეთი რაღაცა გამონათებას უკეთებთ ადამიანებს იმ კონკრეტულ სიტუაციაში, იმ წერტილს უნათებთ, რა არის მისი პრობლემა და როგორ უნდა მიხედოს, როგორი გზით იაროს და ასე შემდეგ. ადამიანი ხართ, ფიზიკურობას თუ ვიტყვი, ძალიან მომხიბვლელი, ძალიან შარმენი, ძალიან ცეცხლოვანი, ძალიან მისტიური, რაღაცა ენერგიებით ავსებთ ადამიანებს. ყველა ვარიანტში დადებითი ენერგიებია ეს, დამხმარე ხელი იქნება თუ თქვენი სიტყვით და თქვენი ქცევით, რაში გამოიხატება სამუშაო რეჟიმი, ეს ყველას თქვენი გაქვთ. კონკრეტულად აღარ ჩაუღმავდები, მაგრამ ტვინის ამხდელ სიტუაციაში აქცევთ საწინააღმდეგო სქესს. ყველა ვარიანტში აქ გაშლა ორივე სქესისთვის არის და საშუალო სქესისთვის გაშლები ჩემი არც ერთი არ არის შეგახსენებთ. ადამიანებს ძალიან უნდათ თქვენთან კონტაქტი, აი ამ ენერგიით დამუხტვა, აი ამ დადებითის მიღება, რაღაცნაირად კვებავთ თქვენი დადებითი ენერგიით, ფსიქოლოგიით, ლაპარაკით, დახმარების ხელით, რასაც არ უნდა აკეთებდეთ ყველაფრით მოკლედ. ძალიან ბევრს უნდა თქვენთან კიდევ მეორე ფიზიკური კონტაქტი, იმიტომ რომ ერთგვარი ენერგიაიზერი ხართ ამ ადამიანებისთვის, გარშემოყოფებისთვის თუ ერთგვარი თქვენი მომსახურე ხალხისთვის, ვინც თქვენთან მოდის აი ამ დახმარებისთვის, რომელსაც თქვენ უწევთ მათ. პაშპინდაკლის ენერგიებში ამოდიხართ, შესაძლებელია ახალ რაღაცა საქმიანობას მოკიდეთ ხელი, ახალია თქვენთვის შეიძლება ეს სფერო საერთოდ ეს დახმარების ხელი. რაღაც სტაჟიორის როლში ხართ, ბავშვის როლში ხართ, აი ჯერ ეხლა სწავლობთ, ეხლა ერთნობით, ეხლა პატარ-პატარა ფინანსებით შემოდის ამ სიტუაციიდან, მაგრამ რო გითხრათ, რომ ეს ის მდგომარეობა, სადაც უკვე თქვენ 50 წელია მაგალითად ისწავლეთ სამედიცინო სფერო მაგალითად და ეხლა უკვე კარგად მყარად ხართ ამ თქვენ სპეციალობაში, ეს ის მდგომარეობა არ არის, შესაძლებელია
ხართ კი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, მაგრამ ახალი საქმიანობა, ახალი მიმდინარეობა, ახალი თემატიკა მოგინდათ რომ გესწავლათ, მაგალითად, არ ვიცი, კიდევ რაღაცა ერთი განხრა სამედიცინო სფეროში, რომელშიც თავს მოსწავლეთ გრძნოთ, აი რაღაცას შეისწავლით ყველა ვარიანტში, შეისწავლით ადამიანებთან კონტაქტს, კომუნიკაციას, ფსიქოლოგიას, რაღაცა ახალს დამატებით სწავლობთ შესაძლებელია თქვენი ერთი სპეციალობიდან მეორეს სწავლობთ. თქვენი ბიზნესი დაიწყეთ, თქვენი კონკრეტული საქმიანობა გაქვთ და შეიძლება ამას შეისწავლეთ ახლა ყველა დეტალს პლუს მინუს, მოკლედ ენერგია ასეთია, ბევრს აღარ გავაგრძელებ. თუ ატყობთ რომ თქვენზეა ეს მდგომარეობა, გავიგოთ რა მოდის სასიხარულოდ თქვენთვის ჩაფიქრებულ თქვენ ვადებში, როგორც გითხარით. და რატომ არის ეს სასიხარულო გავარკვიოთ? მოკლედ, იმ ადამიანებისთვის, ვინც იყავით რთულ ურთიერთობებში, პირად ურთიერთობებშია საუბარი, ადამიანი იყო მანიპულატორი თქვენთვის, მაგის როლშია წარმოდგენილი და მას როგორც აწყობდა, ისე გათამაშებდათ, ისეთ ხასიათზე გაყენებდათ, როგორც თვითონ იყო, თუ ცოტ ხასიათზე იყო, თქვენს გიფუჭებდათ ხასიათს, რაღაცნაირ მანიპულაციურ რეჟიმს ახორციელებდა მოკლედ თქვენთან მიმართებაში და არჩევანის წინაშე იყო ეს ადამიანი, შესაძლებელია თქვენ და ვინმე ყავდით, მეუღლე მაგალითად, ან თქვენ თუ მეუღლე ხართ, მეუღლე და ეჭვი გქონდათ, რომ ვიღაცა ყავს, აი ამ ორ არჩევანს შორის აკეთებდა რაღაცა მდგომარეობას, ან შეიძლება მეუღლე არ ყავდა, მაგრამ ეჭვი გქონდათ, რომ ეს ავირჩიო, ეს ადამიანი ჩემთვის თუ კიდევ ვინმე სხვაზე ვიფიქრო, აქ ორიან ჟეზლით, რაღაცა პარტნიორები გქონდათ შესაძლებელია თქვენ კონკრეტულად არჩევანის მდგომარეობა და აქედან ერთი იყო ეს მანიპულატორი მაგი, როგორც გითხარით, ეს ადამიანი პრინც ხმლად ამოდის, პრინცი ხმალი ამ შემთხვევაში ამ კარტიდან გარბის ძალიან აგრესიულად, ჩხუბის ენერგიებით, თავი რომ არ იმართლოს, მოკურცხლა და მირბის, ასე ვთქვათ, და რატომ არის მეთქი ეს კონკრეტულად თქვენთვის კარგი ეს რომ ეს ადამიანი გარბის თქვენი ცხოვრებიდან და აი ამ მანიპულაციურ რეჟიმს, ერთგვარი ესეც მანიპულაციაა, პირდაპირ გეუბნებით იმის ჩვენება, რომ თითქოს გაიქცა თქვენი ცხოვრებიდან ზურგი გაქციათ და შებრუნდა და თავის გაზე გარბის, შიშის მდგომარეობა არა, ეს არის მისი ხისტი მდგომარეობა, აი აგრესიულად გარბის, აღარ მინდა ლაპარაკი, ჩხუბი მინდა, რაღაც მინდა, ესეც ერთგვარი მანიპულაციური რეჟიმია მისი მხრიდან, გაითვალისწინეთ. რატომ არის თქვენთვის კარგი მეთქი ეს დავაკონკრეტე, იმიტომ რომ აი გაუთავებელა ესეთ მანიპულაციურ რეჟიმში, რომელშიც ეს ადამიანი თქვენ გაგდებდათ, გაურკვეველ ეჭვებში გაგდებდათ, ყავს ვინმე სხვა, არ ყავს, ამასთან დავრჩე, სხვასთან წავიდე, აი გაურკვეველ დაიწონაში გაგდებდათ და ეს გიქმნიდათ დეპრესიულ, აპათიურ მდგომარეობას, სულ მოწყენილი იყავით, სულ მარტოობაში იყავით, სულ გაყურებით მის გამოჩენას, ის რომ მოვა რა ხასიათზე იქნება, მოვა თუ არ მოვა, დღეს გავახსენდები თუ არ გავახსენდები და ასე შემდეგ. აი ეს დეპრესიული მდგომარეობა, აი ეს აპათიური მდგომარეობა სრულდება. თქვენთვის არის კარგი, იმიტომ რომ თვითონ გადადგავს აი ამ ნაბიჯს, მოკურცხლავს და გაჩვენებთ, რომ არ ვიცი, შიშარას როლში წარმოდგება თქვენ წინაშე თუ უპასუხისმგებლობის როლში თუ აგრესიის როლში, ყველა ვარიანტში მისი ნაბიჯით აქედან გამომდინარე მიხვდებით რომ უნდა იმუშაოთ არა იმ ენერგიებზე რომელიც ეშმაკის სახით გაგდებთ მანიპულაციურ რეჟიმში გაჯაჭვებთ ამ ადამიანის ენერგიებს და გიქმნით შემდგომ ძალიან აი ასეთ აპათიურ არაფრის განწყობაზე არ გაყენებთ და გიქმნით დეპრესიას უნდა იმუშაოთ იმაზე რომ აი ამ დამოკიდებულებისგან, რომელიც არის დაბალი ვიბრაციები, ეჭვიანობა, გაურკვეველი მდგომარეობა, ადამიანთანაც რთულია, მის გარეშეც რთულია, აი დაიწონას და ორიან ჟეზლის არჩევნის რეჟიმში გადაწყვიტავთ, რომ ამ ყველა ენერგიებიდან უნდა განთავისუფლეთ. კი, ძალიან რთული კარტია და დღეს ხვალ ეს ამ კარტის მოშორება თქვენთვის რთული იქნება და საერთოდ რთულია ეშმაკის კარტის ენერგიებიდან ამოსვლა, მაგრამ უნდა იმუშაოთ თქვენ თავზე, რვიან პენტაკლით, უნდა იმუშაოთ თქვენ თავზე და თქვენი მომავალი, ასე ვთქვათ, კარებთანაც დგას, შეიძლება ვინმეს უკვე არჩევანიც ყავთ, სიყვარულის და ემოციების სახით, ეს არის
სანდომიანი პიროვნება, გაქცევაც მისი ამ წინასი, იმიტომ არის კარგი, რომ თქვენთვის არჩევანი მოეცა და თვალები აეხილა, სიყვარულს, ერთგულებას, პატიოსნებას უნდა სცეთ პატივი და მისცეთ შანსები ცხრიან პენტაკლით, კარგი შანსები გაქვთ ამ ახალ ადამიანთან